რა ვიყიდე ბარსელონაში? მოდით ჯერ დავიწყოთ ჯინსით, რომელიც უზომოდ მომეწონა, ფერი აქვს უკარგესი, ასევე დგომაც, ასევე შევიძინე ზედები. ჩემი ბარგი ზუსტად 20 კილო იყო აქედან რომ მიფრინავდით, ამიტომაც ადგილი არ მქონდა და ზურგ ჩანთაში ჩავატია ეს ყველაფერი, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა რომ სანდრომ შემთხვევით თავის სახელზე 20 კილოიანი ბარგი იყიდა და ჩვენ ეს არ ვიცოდით. ჯინს შავიცმევ ამ ზედასთან ერთად, რომელიც კოსისგან არის. ესეც ზედა და ჯინსი, ამ ჯინსზე ვფიქრობდი შემეძინა თუ არა ბარგის გამო, იმიტომ რომ მართლა ძლივს ჩავატიეთ იმ ზურგ ჩანთებში, თუმცა ძალიან ლამაზი დგომა აქვს, ანუ თან თავისუფლად ხარ, ძალიან კომფორტული ჯინსია, მაგრამ თან ძალიან ბეგი არ არის, რაც მომწონს, ანუ straight ჯინსი არის და ფერი მომეწონა, აი უზომოდ, რაღაცნაირი ვინტაჟური ფერი აქვს, აი YSL-ის viral ჯინსი რო არის თუ იცით, იმას გავს ფერით. ეს ზედა კი კოსისგან არის, ჩვეულებრივი კოტონის ზედა, მაგრამ ძალიან კარგი ხარისხია და ეს ფერთა კომბინაციაც უზომოდ მომწონს. აი ჩემი ნომერ პირველი შენაძენი კი ეს Miu Miu-ს სათვალეებია, რომლებიც ასაშორიდან ძალიან მომწონდა, მაგრამ მომიხდებოდა თუ არა რეალურად არ ვიცოდი, ამიტომ გამოწერა ვერ გავურისკე. თუმცა, იქ რომ მოვიზომე, ეგრევე შემიყვარდა. აი, უზომოდ მომწონს იყო ორ ფერში, პირველი იყო უფრო მოცისფრო შუშით, ეს კი არის მოყავისფრო შუშით და უზომოდ მომწონს, აი, ძალიან. ბარემ ქურთუკით შემოვიგდა, რომ გაჩვენოთ ბოლომდე, აი ულამაზესი სათვალეებია და ძალიან კომფორტული. სანდროს მაგას ვეუბნებოდი, რაც ბარსელონაში ჩავედით, რომ ყველა სათვალე რაც კი მაქვს, კი ულამაზებია, მაგრამ ძალიან არაკომფორტული და მე პირადად უფრო განიერი თავი მაქვს, ან პატარა თავი არ მაქვს. შესაბამისად, ყველა სათვალე მიჭერს თავის არეში და ზემოდან თვალზე თუ არ გავიკეთე, ძალიან მაწუხებს, ანუ ვერ ვიჩერებ სათვალეს, ასევე ვერ ფუნქციონირებს სათვალესთან ერთად. თქვენ როგორ ხართ დამიწერეთ კომენტარებში, მაგრამ ეს არის სწორედ ის სათვალე, რომელიც არაფერში არ მიშლის ხელს და ყიდვის დღეს რომ გავიკეთე, რამოდენიმე საათი ისე მეკეთა, რომ არც მომიხსნია, ანუ მოუხსნელად მეკეთა რამოდენიმე საათის განმავლობაში და არ შემაწუხა, რაც არის გრანდიოზული აღმოჩენა ჩემთვის, იმიტომ რომ არ მეგონა თუ ოდესმე ესეც სათვალეს აღმოვაჩენე, რომელიც არ შემაწუხებდა თავს, არ ამატკიებდა და არ გამაწამებდა. ჩემი ფავორიტი შენაძენი, როგორც მივხვდით, ეს სათვალეებია. შემდეგ მასიმოში შევიძინე ესეთი ზედა, რომელიც არის ორმაგი, გარედან არის ესეთი ზოლიანი და შიგნით აქვს ასევე თეთრი თხელი ზედა და ძალიან მომეწონა. ასეთია მასიმოს ზედა, ისეთი განსაკუთრებული არაფერი, თუმცა ძალიან საყვარელია. შემდეგი არის ეს ზედა კოსისგან, რომელიც თავიდან საიტზე დიდად არ მომეწონა კი არა, ვერ მივხვდი, მე მომიხდებოდა თუ არა და ტანზე როგორი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ ძალიან მომწონს. ანუ სადა ზედაა, მაგრამ აი ეს დეტალი რაც აქვს, ძალიან ლამაზია. საბოლოო ჯამში ამასაც 10-დან 10 უწერ. ზაფხულისთვის ძალიან საყვარელი ზედაა და თან ყავისფერი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფერია. აი კოსში კი ნამდვილად რასაც ვერ წარმოვიდგენდი რომ მოვიხდენდი, არის ეს პოლოს ზედა, რომელიც ფერების გამო ავიღე საერთოდ და შევიტანე გასახდელში, როგორც ხედავთ, ლურჯი ფერის საყელო აქვს და ყავისფერია თვითონ და ამ ფერების კომბინაცია ძალიან მომეწონა და ახლა განახებთ როგორია ტანზე. ასეთია კოსის პოლოს ზედა. მართლა არ მეგონა თუ მომეწონებოდა, მაგრამ სანდრომაც აღნიშნა რომ ძალიან კარგი ზედაა, თან ძალიან კარგი ხარისხის არის და მეც მომეწონა, რაღაც განსხვავებული სტილიც ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, როცა გვიხდება და რაღაც ახალს ვცდით. თქვენ რას ფიქრობთ, მიხდება თუ არა? შემდეგი არის Zara-ს ეს ზედა და მოსაცმელი, რომელიც ბარსელონაში მეცვა უკვე ნაცრისფერ შარვალთან და თეთრ ზედასთან ერთად და უზომოდ უხდებოდა იმის კომბინაციას, მაგრამ საბოლოოდ აი ასე გამოიყურება და ვფიქრობ, ესეც ძალიან საყვარელია და გაზაფხულს უხდება. შემდეგი სამი ზედა ძალიან სადა არის, ამიტომ ისე გაჩვენებთ, რომ აღარ ჩავიცვა. პირველი არის Zara-ს ჩვეულებრივი თეთრი ზედა, რომელსაც ესეთი ამოღებული აქვს წინ და მეკომფორტულება, ესეთი უფრო სქელი ბრეტელებიანი ზედები. ასევე წინა წელსაც ძალიან ტრენდული იყო butter yellow ფერის ტანსაცმელი და აი ასეთი ჩვეულებრივი სადა ზედა ვნახე Zara-ში და საკმაოდ კარგი ხარისხის არის. და ასევე შევიძინე Zara-ს ეს ზედა, რომელიც ასევე ფერთა კომბინაციის გამო მომეწონა. მგონი კამერა ვერ აღიქვავს, მაგრამ ღია ვარდისფერი ყვავები აქვს და არის თვითონ ყავისფერი და ესეც ძალიან რბილი და კარგი ხარისხის არის. უიხო, სულ მავიწყდებოდა მთავარი. Swarovski-ში შევიძინე ეს ულამაზესი ყელსაბამი, რომელიც აი ისე საოცრად ბზინავს კისერზე, ისე საოცრად რომ ვერ გეტყვით. ზაფხულისთვის მინდოდა ეს ყელსაბამი. მიხარი რომ გიყვარვარ, მიხარი რომ გეაჩები. ახლა ვერ შევიკარი, მაგრამ აი ასე ლამაზად ბზინავს და ჩემი აზრით ზაფხულში გარუჯულ კანზე ძალიან ლამაზი იქნება და Swarovski-ში ასევე შევიძინე ყურის კაფი. ყურის კაფები ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, ალამაზებს ყურს. თან ნახრობიც არ გჭირდება თუ არ გაქვს და არ ვიცოდი, ანუ ყურის კაფე ვკითხე კონსულტანტს და რომ მომიტანა მარტო ეს მოვიზომე და მეგონა რომ ცალკეც იყიდებოდა, იმიტომ რომ ეს საყურეებიც იდა ყუთში. ხო და აღმოჩნდა რომ ერთად ყოფილა ყველაფერი, ამიტომ მე საყურეებით შემომეყიდა, ისე რომ არ ვიცოდი, ამიტომ მოდი გავიკეთებ და განახებთ როგორია. ძლივს კი გავიკეთე, მაგრამ კი გამიხარდა რომ შემომეყიდა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. ესეც თითქოს კაფივით არის, იმიტომ რომ გრძელია და ესე მოღუნული აქვს თითო მხარე. შესაბამისად, ესეც კაფივით ჩდება და მე ძალიან მომეწონა. და ბოლო ორი ნივთი დაგვრჩა, იმიტომ რომ მეტი არაფერი აღარ დამეტია ჩანთაში. ეს არის ქვედაბოლო Zara-სგან, ზოგადად შავი ფერის და ასეთი სტილის ტანსაცმელს ძალიან იშვიათად ყიდულობ ხოლმე ამ ბოლო დროს. ადრე უფრო ვიწვავდი შავ ფერს, მაგრამ ახლა ფერადი ტანსაცმელი უფრო მიყვარს, თუმცა დედაჩემმა მთხოვა მინახეო ეს ქვედაბოლოა და რომ მოვიზომე დედაჩემისთვის, მეც შემომეყიდა. ძალიან ლამაზია, არ არის ძალიან მოკლე, კარგად ზის ტანზე და თან ეს გრძელი დეტალი რაც აქვს, ლამაზია. და ბოლო ვიყიდე ქუსლები Zara-ში. ზოგადად ქუსლიან ფეხსაცმელს ვერ ვატარებ, იმიტომ რომ არაკომფორტულია ჩემთვის, პლუს რადგანაც მაღალი ვარ კიდე ქუსლებზე რო შევდგე, ანუ საერთოდ არ ვიცი, წამდეავალ. ამიტომ
ყიდულობ აი ესეთ პატარა ქუსლზე, თან ძალიან კომფორტულია. თან ძალიან მაღალიც არ არის, ანუ რავი 4 სანტიმეტრი ალბათ ეს ქუსლი. მგონია რომ ზაფხულში ძალიან გამომადგება. სულ ეს იყო ჩემი შეძენილი ნივთები ბარსელონაში. თქვენ კი დამიწერეთ კომენტარებში რომელი იყო თქვენი ფავორიტი ნივთი ამ შენაძენებიდან. კარგად.